თეთრი სახლი რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად ემზადება. 3 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უშედეგო სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა რიტორიკა შეცვალა. პუტინი თავაზიანად საუბრობს, შემდეგ კი საღამოს ყველაფერს ბომბავს. თუმცა აქ ერთი პატარა პრობლემა ისაა, რომ მე ეს ამბავი არ მომწონს, თქვა ტრამპმა პრესასთან საუბრისას. ბოლო დროს შეერთებული შტატები რუსეთს მასშტაბური სარაკეტო იერიშების გამო განსაკუთრებით აკრიტიკებს. თუმცა რადგანაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებმა არ იმუშავა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აღდგენაზე მუშაობს. კიევი უკვე დიდი ხანია, რაც დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს თხოვს. თუმცა სულ რაღაც 2 კვირის წინ უკრაინა ამერიკული იარაღის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ იყო. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარაგების სიმცირის გამო შეერთებული შტატები უკრაინას ვეღარ დაეხმარებოდა. თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო. ახლა ვაშინგტონი უკრაინას პეტრიოტის ტიპის რაკეტებს გადასცემს, თუმცა ნატოს მეშვეობით. დონალდ ტრამპის თქმით, იარაღის ფასს ნატო სრულად დაფარავს, შემდეგ კი უკრაინას გადასცემს. თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ ეს უკრაინისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოსკოვში ვაშინგტონის შეცვლილ რიტორიკას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. თუმცა სადარდებელი კრემლს ახლა მხოლოდ ემატება, რადგან 14 ივლისს დონალდ ტრამპი რუსეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს. ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე პროცესები მინიშნებებს იძლევა. ამერიკელმა სენატორებმა უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის კიევში ბოლო ვიზიტამდე წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ გამანადგურებელი სანქციების დაწესების საშუალებას მისცემს. დონალდ ტრამპის მთავარმა მოკავშირემ, სენატორმა ლინდსი გრემმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სენატში უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვთ და კანონპროექტი დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს თავს დაესხას არა მარტო პუტინის ეკონომიკას, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს. მედიასთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის შესახებ განხილვებისთვის ღიაა. 14 ივლისს ვაშინგტონს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ესტუმრება. ის შეხვდება როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს. დიპლომატიური ვიზიტი ორდღიანია და განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის გადასაცემად ამერიკული იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებული გეგმები იქნება.